რჩება. მე მინდა ასეთი თემა შეგახსენოთ, თქვა ჩვენი ინტერვიუს თავში შევეხეთ ამ ადამიანის სახელს და გვარს, ეს არის ზურაბ ჟვანია. იგი რომ დღეს ყოფილიყო ცოცხალი, ალბათ იქნებოდა ერთ-ერთი გამოკვეთი ლიდერი პოლიტიკურ პროცესებში. მე მაინტერესებს იგივე ირაკლი ოქრუაშვილის კონტექსტში ამ შეკითხვაზე გამცეთ პასუხი. თითქმის ყველას უსვამ, ვინც იყო ოდესღაც ამ ადამიანის გვერდით, მასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებს მართავდა და მინდა რომ თქვენც დაგისვათ ეს შეკითხვა. ჯერა თუ არა ედვარდ შევარდნაძეს იმ ოფიციალური ვერსიის, რომელიც დასახელდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გულისხმობ იმავე დილით გაკეთებულ განცხადებებს. თქვენი აზრით, ეს არის ის ვერსია, რომელიც არის მისაღები თუ თქვენც ასევე გაქვთ რაიმე ეჭვები? მე ამ შეკითხვას ვსვავ, იმიტომ რომ ეს კითხვა დღემდე არის ბევრისთვის კვლავ პასუხგაუცემელი. ეხლა რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ძველადაც ასე იყო და ეხლაც ასეა, როცა სინათლე არ არის შეტანილი ამა თუ გლელობაში, ანუ დანაშაულში, ამბობენ რომ ეს არის გაუხსნელი. თქვენთვის ეს გაუხსნელია? ჩვენთვის გაუხსნელია. გაუხსნელია და აუხსნელიც არის. რას ერჩოდა ამ ჭკვიანგანს, გონიერ პიროვნებას, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანია რო ყოფილიყო პრემიერი და სააკაშვილი პრეზიდენტი თქვათ, როგორც იყო თავიდან და ზურა მოკლეს თუ მოგდა, არ ვიცი რა მოვიდა, ცხინვალში არ შევიდოდით. რატომ? ზურაბ ჟვანიას ჭკუა და გონება ეყოფოდა, მას ჰქონდა ანალიტური აზროვნება და გამოქონდა ობიექტური დასკვნები. აი ამ დასკვნების საფუძველზე და ამ ანალიზის საფუძველზე ის არ მიცემდა არავის უფლებას ცხინვალში შესულებას.